დეიჯ გოგო. ვიწვი. სახეს ნახეთ, მეტყობა ხო რომ ვიწვი. ამ იმას რა ქვია. უზარმაზარ ცალოფნებსაც ხო ხედავთ? მე უნდა ვაწრიო. ძალიან გაყინულია ჯერ ვერა და გაძალა მედგა არ ვიცი, მაგრამ ნინო და ანიტა მოფრინავენ და რაღაც უნდა გავაკეთო. და მაგიტო ის არის რა ქვია. დავიწვი, აი თან ბავშვის ტარება, თან რაღაცეების ყიდვა. შოკია. აქ არის გახსნილი რიცი მაღაზიაც აი ფხნილები და ეგეთი რაღაცები რა. ანუ მხოლოდ ეგეთი რაღაცები იყიდება. შამპუნები, ხო ხდებით მოკეთ რიცი მაღაზია. მან არ მიყვარს შესვლა. მაგრამ მაინც შევედი რა ვირა ძალა მეტყვი. დამეხო ხალხო თაბა. კიდაღამ დაბეცი, ეხაც თავი ვისკდება, აი უკან მაჭერს გეგონება რაღაცას მივტყავენ თავში. გოლის რო შეიძლება უნდა თაბო მეხოლა, ის სულ ვიწახი რომ არ შეხვიდე გვანცა, არ შეხვიდე, რო იცი რომ ეგეთ მაღაზიებში ცუდად ხდები, ანუ იმდენად ძაფრი სუნია, ხო და იმდენად კატასტროფული სუნი დგას ამ ყველაფრის, რომ კონსულტანტებს რა ვიცი ხალხო, მალადეც. გადახუთული მოვედი. სიცხლე არ მოგინდებათ ისეცხლა გარეთ. ნუ რამდენი ცელოფანი მოვათრიე, ჩემი ხერხემალი რას უძვებს მართლა, მაგრამ მიყურს აი არ ვიცი. იმედია ხუთი არ დამჭა იქ. მოკლედ, ნახოთ რა ვიყიდეთ. თითქმის ასლარად. თითქმის. მე მგონი რომ არც არაფერი დააკლდება, შეიძლება მეტიც, არ ვიცი ზუსტად. ხამის დარდიარ და მოდი ერთად დავიწყოთ. არ ვიცი, აიტეხა მინდა და კაი შვილო მე ვთქარი, ჰა, ისეთი არა აქვს და ამიტომ გადავწყვეტე რომ მეყიდა, ამაში გადავიხადეთ. სამი და რაღაც. აი ესეთია, ძალიან საყვარელია და ისეთია. მეც გამოვიყენებ და უფრო მაგიტო მე მგონი უყიდე სიხარულით, თორე ისე მეთქი რა არის და დიკონ რა იყო კიდე რაღაცები, მაგრამ რო დავფიქრდი ძალიან საყვარელია და განწყობას ამიმაღლებს ვიდეოების გარეთაც და ბავშვისთვის მით უმეტეს, ამიტომ ვიყიდეთ. აი მაღაზიაში თუ გავხდი რომ ვერ ვიტან ფხნილების იმედე და ყარს. იმ მაღაზიის სუნიაზის ლარი და 35-ად ვიყიდე ფასდაკლებით. ესენი და ძალიან კარგია სხვათა შორის ეს და არის ანიდა. ხო, ეს ვიყიდე რაღაცე გრეხით და დაახლოებით რა. აუ, რატო არ ჩამიყარეს ჩეკი და ისინი რა ქვია, მონაწერები ვერ გავიგე. სამლარამდე და მოკლედ ესეც არ ვიცი როგორია, მოდი ვნახო. არიან ტელეფონს მოვაყაყალებ თუ შეიძლება. ნახოთ. როგორი სუნი ექნება. ნეიტრალური სუნი აქვს, რაც არ არის სუდი, ანუ როგორი სუნი აქვს, არ ძალიან ძაფრი, მაგრამ თავის საქმეს რო გააკეთებს ეგეთი რა. ნუ საპირფაშოს ქაღალდი. ლარი და 95 გადავიხადე გოგოებო. იმაში არის, მაგრამ მე ხო არ შემიძლია, რო ვიცი რომ მალე უნდა გათავდეს, არ შემიძლია, ამიტომ კიდე ვიყიდე ლარი და 95-ად. ჩემი კიტრის რა თქმა უნდა ისევ. და ეს ღირდა 4 ლარამდე და სუფთა სახლში არასოდეს რას აკეთებ? არასოდეს არ არის ხოლმე გოგოებო, არასოდეს შავი, სუ პრობლემა მაქვს შავზე. ამიტომ ვიყიდე. 4 ლარამდე ღირდა ვერ მწამოვიღე. ესე მერე ბატონო აქ გვაქვს წარმოდგენილი იმედი და ვიშველეთ კიტრი და მწვანილები. აი ამ კიტრში და აი ამ მწვანილებში გადავიხადე 6 ლარი. კიტრი არ ღირდა ძვირი, მაგრამ მწვანილის ფასი კი იცით. ასევე ვიყიდებ ქვილი, რომელიც ცუდი არ არის, მაგრამ არ ძალიან კარგი და ნუ კაი არა უშავს 4 ლარის. ეს და ასეთივეა ზუსტად
მოცულობა მეორეც ხარ აღარ ამოვიღო მოკლედ ეს წავა თავის ადგილას და ის არის ეს ვიყიდე იმიტომ რომ ყავაზე მიაყოლოს დიდით არ არის ტკბილეულის მოყვარულიო გითხრათ მაგრამ მაინც ბარკალი ვიყიდე 12 ლარად აქცია იყო გოგოებო ორნაბიჩი რო იცოდეთ მაინც აქციაშია აწონიან ან ესე ვიღის 6 ლარი რა მე ამიტომ ვიყიდე 2 გამოვიდა რომ გადავიხადე 12 ლარი ეს გოგონა ვინ ჩამოგიტანა წითელი კაბით სათხერო მე ეს გამპნევია ხარხვი 190 თეთრი პომიდორი არ ვიყიდე ბევრი იმიტომ რომ მე თვითონაც სახში მილპება 2 ლარამდე არისო შენი დღიურები და ჟურნალებით ჩაიბარე როდიკო ჩემს საინტერესო უყვარს ნატურალური წვენები ხო და ვიყიდე შენს შემოსიცოცხლე შენი დაინტასია თორემ ეს რომ აჩქოს უარ მინდა მეთქი ალუბალი ხوار წავიღო და ბოლოს არ ვიცი ცოტა ნეიტრალური გემო ავარჩიე მოკლედ რო გითხრათ სამი და რაღაც იყო რაღაც იქ ფატეკლება ქონდა და ვაფშე ქონდა კიდე ფატეკლება ორნაბიჩი როგორც ყოველთვის მე მაქვს საფრთხელებელი მაგრამ კიდევ მინდოდა ოღონდ შედარებით თხელი იმიტომ რომ ის ბუთქუჩაა და ბუთქუჩა ჩემი თავი მომბაზრებია არათუ ისა საფრთხელებელი თუმცა როგორ არის გოგოებო იცით ყველაფერს თავისი ისა აქვს რა რისთვის არის ხო რა თქმა უნდა მაგრამ ამითაც იდეალურად გავაფრთხელებ ჩემი რატო არ ვნახეს მარას ნახავდის რა ეთყობოდა არა უჩავს ახალს გიყიდი დედა ხანერობი მომეშალა ახალს გიყიდი იცი რა ლამაზია ბრწყვიალა იცი ეს ცომს ხო იმას იზავს არა რა თქმა უნდა იცი ბრწყვიალა საქართველოს ხო არაფერი არ უნდა იყიდო ხარ სხვა ყველაფერი თორე კარტოფილი ვიყიდეთ 5 ლარს მოკლედ რა არა მოვახოხია ლუ ეხლა ემხელა ისე ცელოფანი ან მომეშალა ხა ნერვები ამ იმაზე ხო ეს წური ვიყიდე იმისთვის რა ქვია რო ხვალ ყიყლიყო გავუკეთო ბავშვებს შენ და ანიტას ჩემოსიცოცხლე ერთი ცალი ოღონდ ხო მეტი არ ჭამო შენ აცაინტ არა დიდი მჭამელი ხო და მაგიტო წამოვიღე ხო ხორცი წამოვიღე აღწერი არც არის დაახლოებით 22 ლარის საქონლის და სულ ეს არის საქონლის ხარ ეს გავიხედო რომ მე ხوار ვიყიდი და სადმე ხوار დამრჩა ხო თითქმის ასე ვარ შეიძლება მეტიც უკვე რომ მოვითვალე უკვე გადახდილი მაქვს ეხლა რო გითხრათ დიდად რაში თვალ ეგრეც ვერ ვიტყო ბევრი რამე ვიყიდე თუმცა ისეთი რაღაცები ვიყიდე რომ წესით ამდენი არ უნდა დახარჯულიყო მაგრამ საქართველოში რადგან ძვირია ბატონო ყველაფერი რას ვიზამთ ნახეთ რა ლამაზია ხალხო გადავირიე ლამაზია ღმერთო გამკიშტები ჰაი ხალხო როგორ ახართ მოკლედ მოდი აქვე გავაკეთოთ unboxing-ი განხუთვა ჩვენება რაც გინდათ დავარქვათ მაგრამ გავაკეთოთ ჩემი საყვარელი პროდუქტის იმიტომ რომ ჩამომიტანა ნინამ ჩემა ნინამ ოღონდ ის წითელი თავსახურით მე რომელსაც ვიყენებდი ეგ არ არის მაგრამ არის სხვა და არის ძალიან კარგი ამიტომ სიამოვნებით გავაკეთებ თქვენთან წარდგენას ვირა კაია სიტყვა წარდგენა ოღონდ ერთი წუთით თუ შეიძლება
კი, გავარ ნამდვილად არ ვიცი საიდან გამოვარდნილს, იმიტომ რომ აბაზანიდან ვარ გამოვარდნილი პირდაპირ რეისით. და მე დაადერქი შვილო. ხო და სათვალე არ უნდა დაგვრჩეს არც ერთ ვარიანტში. არ უნდა დაგვრჩეს ბეჭედი არც ერთ ვარიანტში. მაგდონალდში მიყავს ბავშვები. ხო და უნდა მოვემზადო. ეხლა რას ვეძებ თუ ვიცოდე. არა, კი ვიცი რასაც ვეძებ, მაგრამ რადგან გოგოებო ძალიან ცხელა და მე რაღაცა ურთქლი გამდის. სხვა საყურე მინდოდა და ვერ ვიპოვე. არ ვიცი რა მჭირს ამ ბოლო დროს ხალხი საყურებს ვეღარ ვპოულობ სად ვდებ. ხო და რისი ბრალია კი ვერ გავიგეს დანამდვილებით, მაგრამ ვფიქრობ უყურადღებობის. თქვენ როგორ ფიქრობთ? არ უნდა დაგვრჩეს. ძალიან უყურადღებო ადამიანი ვარ, ამიტომ გავიკეთოთ ცალი. ამ წამს გამოვედი აბაზანიდან და ვარ გახვირთქული, აი გადასარევი სიტყვა, გახვირთქული ვარ. ხო და უცებ უნდა მოუწესრიგდეთ, გუშინ გამთენისას ხუთზე უკვე სახლში იყვნენ, ყავადალია ნინამ ცოტა ბიჭორავეთ და დაიძინეს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რა უნდა იყოს იმაზე მაგარი, როცა შენი ოჯახის წევრები არიან შენთან ერთად ხართ. ეს არის სასწაული. მოკლედ, გავაკეთოთ ჩვენება, ჩემი ლორიალის, რომელზეც ეხლა გიჟდები, ანუ ამაზე ჩვეულებრივად ვარ შეყვარებული. ის წითელი შეფუთვით ვერ იშოვა და სადაც იშოვა იმაზე ფასდაკლება არ იყო, ამიტომ მოდი არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ ესეც გადასარევია. აგერ ბატონო, ჩვენი ლორეალი, რომელიც 35 წელს ზემოთ შეგვიძლია რომ გამოვიყენო და მოგეხსენებათ მე ვარ 38-ის, რაც ნიშნავს იმას, რომ შემიძლია და დასაშვებია. ხო და ბარემ წავისვათ. არ ვიცი რამ გამომააყარა სახეზე ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ მისი აღმატებულება ლორეალი. თქვენც საქართველოში ხარ საკამაოდ ძვირი. ხო და არც მეტი არც ნაკლები 7 ევროთ შეიძინა ჩემმა რძალმა და აქ რო ვთხარი ამის ფასები არ იყიდო, მე ჩამოგიტან ხო და აგერ ბატონო ჩამომიტანა. ხო და ფაზაკლებით არის ხოლმე ხშირად, მე თვალები მეკავება და როცა იქნება ხოლმე იმასაც აუცილებლად გამომიგზავნის ან ჩამომიტანს, ან რაღაც იქნება და გავხსნათ იქაურ თანხაზე, ანუ იმ ვალუტაში 7 ევრო რეალურად ნაჩუქარია. ხო და ჩვენთან როიტყვენ ხოლმე რომ აი აქ თუ გადაახურდა, რომც გადაახურდაოთ, მაინტერესებს ამ ფაში თუ იყიდით ლორეალს. მეეჯება. სუნი დამაკმაყოფილებელი. მე ხო იცით სუნებს ორიენტირებული ვარ გადასარევ. აბა ვნახოთ ის სტრუქტურა თუ ექნება, რაც მე ძალიან მომწონს. გადასმის დროს ვნახავ. ვაიმე ვაფრენ ღმერთო. ლორეალზე ვარ. დედა რა კარგია შეყვარებული. გადასარევ, მომწონს ძალიან. ხო და ერთი სიურპრიზი და საზიხარულო ხო ეგ იყო, რომ ჩამოვიდნენ და გამიხარდა და პლუს ლორეალი ჩაომიტანა, რასაც ძალიან გადავირიე და მეორე ძალიან კარგი ამბავი იყო დღეს ის, რომ მაღლა სართულზე ვიყავით. ნიმე თქვენ ყავა მომიდუღე რა უნდა მოსურ ყოლს ყავს ვუღებინებ. ხო და მომიდუღა და სამზარეულოში ვსვამდით, ნინა რაღაცას აკეთებდა და იღება კარი და ანუ უცებ მესმის ჩემი მეუღლის ხმა, ოღონდ ზუსტად ვიცი, რომ სოფელში აი 100%-ით ვიცი და მეთქი ხوار მელანდება. მიფიქრე ალბათ მელანდება. მომენატრა და მელანდება. ანუ ყველა ვერსია განვიხილე იმ ერთ წამში და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დილით დამირეკა და რა შვებიოთ, რა ვიცი, მე ვთხარი ხა გავიღვიძეთ რაღაც და საითხავ და მაღლა უნდა ავიდე ნინასთან მე ვთხარი და შენ სათხარ თქო სათხარ ვიკითხე, იმიტომ რომ ხალხის ხმა გავიგე და სოფელში აუი გარეთ ხარ მეთქი ერთობით თქო და კი მაგრამ ერთობი სოფელშიო და ანუ დამთავრდა კომუნიკაცია და 40 წუთში თავზე დამადგა. ხო და თქვენ კინაღამ გადავედი სიხარულით, ისე გამიხმე მე რაღაც ადგილი ვერ მოუძებნე. აქ არ ეტევა მე სხვა რამეებს ამოყრი და
სასწრაფოდ სექტემბერში უნდა ვიყიდო თვალის ირგვლივ წასასმელი, იმიტომ რომ უკვე დროა. ხოდა მოკეთ ძალიან გამახარა და ისეთი შევეფეთე, გეგონება 1-2 თვე ნანახი არ ყავდე. აი მე რა ვქნა, ეგეთი ემოციური ადამიანი ვარ, ნუ რა გავაკეთო ეხლა მომკალით თუ გინდათ. იქიდან წარამარა ჩემი ძმა რეკავს. ეგრეა გინაცვალე ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია. ბარაგონიად კაცებო. აი მე რა სწრაფად საუბრობ, იმიტომ რომ გავდივართ მალე და მოვასწრო რაღაცების გაკეთება. რომ ცოტა აი ოდნავ კომფორტულად ვიგრძნო თავი, ჩემი 002, რომელიც კარგად თეთრია და ძალიან მომწონს. ჭაღარის დასაფარი. აი მე რატო არ ვიშლით მას რა ჭაღარის დასაფარი შვილო, წუწები გაგდის. არც ჩამიცვამს რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ჩავიცვა. თმა უნდა შევიშო, იმიტომ რომ აქ ჭაღარის სპრეი უნდა წავისვა აუცილებლად. კი ხედავთ ფოთოლასავით რო ვარ. ოღონდ ჯერ ერთი წუთი სახე უნდა მოვიწესრიგო შენი ჭიში. უცებ ნინა თუ დამადგა თავზე, მარიამი მზად მყავს. ანიტამ ჩამოუტანა საჩუქრები, სამაჯურები, რაღაცები და ნუ ეს არის გადარეული ხალხო. 15 სამაჯური უკეთია ხელზე, ყელსაბამი უკეთე კიდე მთხოვდა და შვილო რა გინდა ამდენი მეუთხარ არ გამაგიჟო. აი აჯაბაჯა. კი განახებთ კადრებს მე. მაკდონალდში მუსიკაა და შესაბამისად მასე ვერ დავდებ კადრებს, ხო? მაგრამ გადავიღებ აუცილებლად და გავახმოვანებ. სხვა გზა მე მგონი რომ არა გვაქვს. აი, მოდი ცოტა ხო, მინდა გამოვეხმაო რომ ერთ კომენტარს რომელს ვერ ვიტყვი რომ მეწყინა, უბრალოდ რა არ მომწონს გეტყვით ამაში რა. სათაურში ცოტა არასწორად მიწერია რაღაც სიტყვა, რასაც მოყვა ის რომ ანუ ეგ რა არისო და ეს სმაილი რო არის მეზიზღება, ეს თავში ჩარტყმის სმაილი. და აი ყოველთვის ვამბობ ხალხო რჩევებს მივიღებ ყველასგან. თქვენ ხო იცით რომ მე ვიღებ რჩევებს და ამაზე მე არ მოქვს არაფერი პრეტენზია, მაგრამ აი ხო შეცდა სხვანაირად დამიწერო და თავში არ შემოირტყათ ეგ ხელები. ანუ უიმე დედა ის რა არის თუ რას ნიშნავს ეგ. დამიწერე სხვანაირად და მე გავითვალისწინებ, ჩავასწორებ კიდეც, იმიტომ რომ ჯერ ისედაც მივხვდი რომ არასწორად მეწერა და აღარაფერი ჩავასწორებ, იმიტომ რომ მაგის არც დრო მქონდა და არც სურვილი. დავდე და იმის მერე ტელეფონი ხელში არ ამიღია, მაგრამ ნორმალურად, ანუ გუშინ ისეთი გადარბენა მქონდა, მაგრამ და დამიწერე ისე რომ მივიღო რჩევა და მე რჩევას გავითვალისწინებ, განა ვერ მივხვდი მე რომ შეცდომით იყო, ხო? გავითვალისწინებ და რაღაცნაირად რომ დამიწერთ კომენტარს, ხო? ვხიზიანდები მე და ვფიქრობ ხოლმე რომ რატო რა რჩევის სახით დამიწერე, ხო შეგიძლია და ამიტომ ყველას გთხოვთ გოგოებო რომ რჩევის სახით დამიწერეთ ხოლმე ნებისმიერი რამ, აი პირდაპირ გეუბნებით ნებისმიერი რამ და მე იმას აუცილებლად გავითვალისწინებ. არ უნდა ამას რაღაცა თავში შემორტყმებ და რაღაცნაირად დაწერები რა. ყველაფერს გავითვალისწინებ. ხო იცით თან. მაგრამ როგორ მოწოს ეს სველი ეფექტი. მაგრამ ისეთ ხელა გარეთ გასული არ ვიქნები ეს აი ესე რომ მქონდეს უბრალამაზია. მაგრამ ამას უნდა ხა მუსი რომ აი ეს სველ ეფექტად დავტოვო და მე ხო არ მაქვს მოიცება მოვწებნო ერთი. ყველაფერი მქონდა და რაღა ეგ არ მექნება. არა, ტყუილა ვეწებ ის გადავაგდე. ის გავუფუჭდა დიფუზორი. ხო და ყველაფერს მივიღებ გოგოებო, არ ვარ ეგეთი რომ იმიდიდე თუ რაღაც. შემეშალა, მითხარი ადამიანურად მომწერე და გავითვალისწინებ რა თუნდა ამას გოდება ხალხო. ღმერთმა სხვა არაფერი შემაშლევინოს მაგის გარდა და რას დავეწებ მაგას. კარგი. აუ აქ რამდენი ჭაღარა მაქვს, აი უბრალოდ თვლაც კი მეზარება, ეხლა იმდენი მაქვს, მაგრამ ეს რისთვის არის? შეღებით მინდა რომ შევიღებო ხვალ ან ზეგ, იმიტომ რომ ცოტა მინდა რომ გონზე მოვიდე სიმართლე რომ გითხრათ და ეს წარამარა სპრეი ფუტრის თავი ცოტა აღარა მაქვს ახლა ეს დღეები ძალიან გადარბენები მექნება მე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით ანუ რატო მაგრამ ნუ ზოგადად რომ გითხრათ მექნება შესაძლოა ვლოგმაც დაიგვიანოს რომელიმე დღეს სამ დღეებში მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან საპატიო მისის გამო მოხდება ეგ ხო და ესეთი ამბები მოკლედ ახლა კი გული გაგიწუხდებათ ესეთი თეთრია მაგრამ ამას ჩავშლი აუცილებლად
აუცილებლად. და გასვლამდე კიდე ეს ისედაც შეიწოს. მე ხელით ვინაწილებ ხოლმე გოგოებო, ხო და მე იღებს იმას, რასაც იღებს, მოკლედ რო გითხრათ. სუსველი მაქვს სახე ისე მცხელაო, ანუ ისეთი კატასტროფული სიცხეა. ის მეუბნება ჩემი ნინა, ჩემის ძალიან რო ის არისო. აქ უგრილად ვარო. საბერძნეთში ისე ცხელაო და მე კიდე ხალხო იქ რო ვიყავი, იქ უფრო არ ვცხელო და ესე ვიდრე აქ და აი ვერ გავიგე ეგ რას დავაბრალო და რა ფენომენია საერთოდ ეგ ამბავი. ვერ გავიგე, ანუ ალბათ იქ რო არ ვიყავი მიჩვეული, უფრო სხვანაირად მეგონა თუ როგორ იყო ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო როგორც გეუბნებით და რა და როგორ არ ვიცი, რატომ მეგონა რომ იქ არ იყო ეგეთი სიცხე. ანუ ესე არ მცხელოდა ყოველ შემთხვევაში ამის თქმა მინდა. სველი ვარ. მაინც ცოტა გავწიო ეს გამი უკან. ხა მე თქვენ გეტყვით რა მინდა? აი ეს მინდა, ოდნავ მინდა რომ რას ვქნა დავიტანო, აი ძალიან ოდნავ ოღონდ არაფერი განსაკუთრებული, ხა იქ არ მივდივარ რაღაცა იმაზე რა ქვია. უბრალოდ ფერი რომ მივცე და მთლად დედა სუსველი მაქვს ამას შეხედეთ უბრალოდ რა, აი მე მერას დავაწექი ხო. სუსველი ვარ ხო. კაი. არ მინდა რომ პეპელა ვიყო და იმედი არ ვიქნები. ამ წყალს შეხედეთ სახეზე უბრალოდ. ხო რაღაცა მგონია რომ არ მინდა, უნდა წავიშორო ერთი წუთით. არა, არ მინდა, საერთოდ რა შუაში იყო, ეხლა რომ წამისვი. всё. წამშორდა, ვაიმე მიშველეთ. ცოტა რომიანას დავიტან და ეგ არის, всё მეტი არაფერი არ მინდა და თქმა უნდა შევიშო ჩავიცვათ. ეგ არის და გურის ციხე რო ამბობენ. ანუ რა აზრი აქვს ეხლა საერთოდ იმის დასხმას, მაკიაჟის დასაფიქსირებელის. აი ხო არიცით რა აზრი აქვს. მაინც უნდა გავიწუროთ ხალხი. კარგი. ეხლა მე მინდა ჩემი არა, ტუშის ნერვი არა, მაგრამ ამას ვერ გაუძლებ ჩემი ნერვები ეხლა რომ დავიტუშო თავპირი, იმიტომ რომ ის არის. ნუ ეს ზონა რატო გადაირია, ეხლა ხოლმე მეტყვით კაცო. ნერვები ამეშალა. მე მიჭირს ყოველთვის რაღაცების გახსნა, აი მუდმივად შემიძლია ეს პრობლემა. იმას ავქნა რა ქვია. მოდი ცოტა გადავატაროთ, თორე ძალიან ასე და ზონები შევაშროთ. წავიშოთ რომანა. ასე რომ ყობა გამოდივიდა სიუპრიზი, ძალიან გამიხარდი. ძალიან გამიხარდი ადამიანო. რა საქმეზე გავიდა, რა საქმე მაქვს და კაი დავემშვიდობეთ ერთმანეთს და უცებ სადღაც 5 წუთის ინტერვალში მესმის ხმა შემოვიდა. მაგდროს შუბით რა ფული გააქვს. აი ფიქრე დამიტო. ჟიბა აღარა მაქვს მაგდენი, არ ვიცი მე ვთხარი ზუსტად. და ასე ვალა. შვენიერი. ახლა აქ არ მეტყობა რაღაცა გაუყვებელი შუქი მირთყავს, მაგრამ მოვჭით. ახლა რაც თავარია, უნდა გავიშროთ აუცილებლად თმა. გაგანია ზამთარში არ ვიყენებდი ამას, როცა ისე არ სოლდება თმა და არ კარგავს ფორმას და ამ სიცხეში ღვარჩი გადავწყვიტე რომ თმა უნდა გამეშო. და თან ფორმა მიმეცა, ოღონდ საბოლოო ჯამში შუბლზე მეჯინა მთელი თმა, მაგრამ რატო გადავწყვიტე გავგიჟებულიყავი ვერ გეტყვით. რო იცოდეთ ჩემ ქმარს რამდენად აღარ მომწონს ეს მისი საჩუქარი, აი არ ვიცი. რა მოხდებოდა ამ განქორწინება, გაეფორმებინა ჩემთვის ისეთ დღეში ჩამაგდებდა, იმიტომ რომ ნუ თავი წავიქცია ისე მომწონდა და არიქა და აქცია ხო არ დამთავრდება და ვიყავი ერთ ამბავში და
ბოლო-ბოლო მიგიყიდია დაბადების დღის საჩუქარი იქნებაო და გამახარა და გახარებას ვინ დაიძებს ვერ ვიხენებ ვერანაირად დიდად მოდი ესე ვთქვათ ცუდი არ არის მაგრამ რო გითხრათ ახლა რომ დედა ეს რა მაქვს ვაიმე ხმა ჯამომვარდა და ამის იქით არაფერი ყოფილა ამაზე ბევრად კარგი მქონდა და გამიბუჭდა აქ რატომღაც დამავიწყდა რომ მუსიკა ღიღინებდა ბოლო ხმაც და გეჭერავებოდით დაახლოებით იმის შესახებ რომ აქ შევიკრიბეთ და სხვებსაც ველოდებოდით მე მოვიდნენ თუმცა მანამდე ჩვენ ვიყავით ძალიან გულმოდგინე საუბარი მიმდინარეობდა თქვენთან წყალი მომიტანეთ და სტაფი ყავთ ძალიან საყვარელი არაჩვეულებრივი ძალიან პეტრა მონაკოთებს გაგიზიარებთ ჩემი მარიკო აქ ელოდებოდა ეს ბუშაქალივით ასხმული ყველაფერი ნინომ და ანიტამ ჩამოუტანეს და ყველაფერი ზედა ისხა ხალხო მთელი საჩუქრების დასტა ქონდა თავზე დაყრილი ეს არის ჩემი მზე ეს კადრები არის გადაღებიდან რომელიც ვიდეო რგოლი მე მიავაწყე და ის კადრებია ну ეს არის ცოლება პერსონალურ კადრებს ვგულისხმობ ხოლოდ ხო აქ არ ვიცი რა საჩუქარს ელოდებოდნენ და შოქში ჩავარდნენ ისეთი სისულელე იყო ლაბის თავები წაიქციეს ეს რა არისო და ანუ რას ელოდებოდით თქო მართლა ვერ ვიგებდი აქ ჩემ ნინოს პატარა ვუთხარი შეუკვეთეთ თქო და მომიტანა ტაშტი და კინაღა მომკლა იმდენი იყო ხო ეს თავისთვის მოოტანინა და არ ვიცი როგორი იყო აქ უკვე შემოგვიერთდნენ სხვებიც ну ისე სვამდა წესით გემრიელი უნდა ყოფილიყო მაგრამ არ მიკითხავს და მავიწყდა აქ რატომ აქ ყოფილო სახე არ ვიცი არავის გაგიკვირდებათ მაგრამ მაინც ჩემი სოსო ხატი აი წითელთავა ბავშვების მშობლები მოვიდნენ მოკლედ ვინ შევლოგებს უყურებთ გემახსოვრებათ ხო და გადავიღეთ ფოტოები და ძალიან კარგით რომ გავატარეთ რეალურად ის თითქმის 2 საათი ავედით კიკვიძეში მაგდონალდსიდან გამოვედით და ანუ წინ არის კიკვიძე და მოკლეზე შემოვისკროლეთ სურათს იღებს კაი რაღაცა კადრები მინდა გადავიღო ბავშვებს და შემოვაპურწიალე კიკვიძეში რატო ვიჭამჭებს წამოდით ძალიან პაწაწუნა კადრებს რასაც ნახავთ ეს არის მეგობრებო გადაღებისათვის განკუთვნილი კადრები რომელსაც წავედი შედრავანი მოყარს. მოკლედ დღევანდელი ვლოგი გადაიდო ხვალისათვის. ანუ თქვენ რასაც უყურებთ იდეაში წინადღის არის. მაგრამ თავი არ მაქვს არაფრის რომ ავტვირთო გოგოებო ხა მოვიდით მაგდონალდსში ვიყავთ მე კიკვიძეში გავიარეთ რაღაც ფოტოები ძალით გადავუღეთ იმიტომ რომ არც ერთს არ უნდა და რატომაც ფოტოსესიის ხასიათზე არავინ არ იყო. ხო და მეთქი ერთი ფოტო მაინც გადავუყო. რაც კადრები გადავიღე. დაღლები იყვნენ და უკვე აღარ უნდათ. ცოტა შეშინებულიც ვარ, მოდი გაგიმხელთ ამ საიდო. მოკლედ ვინც იცით მაგიდას რომ ბოდიში კარატას რო თავი ავარტყი წვეტიან კარატას იმის მერე მაქვს ძლიერი ტკივილები თავის. აი ამ მონაკვეთში განსაკუთრებით და ამ წამს გესაუბრებით და აი აქ რაღაც მაწვება და მტკივა. ხო და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ გავიკეთო თავზე გადაღება. MRT თუ რა ქვია კვლევა. რადგან კატები ფიქრეთ, მაგრამ ვაიდა კატეზე ისი არ გამოჩნდეს როგორ საჭიროა რამე მაინც იქ უნდა გამიშვან და მოდი ბარემ 5 მაგიხარჯეს გაღებას ლამის 700 ლარი ჯდება ორი ვეგან რო ვიბუდიალო გადავიღებ ბარემ იქ სადაც სოლიდურად ყველაფერი ჩას გამჭვირვალედ იმაზე მეტად ვიდრე კატე.
რო არ გამხშირებოდა ბევრად ტკივილები და აი აქაც ამ წამსაც გრძნობ რომ საშინლად მაწვება რაღაც და მტკივა კიდე თავში ვიკავებდი მაგრამ ვფიქრობ რომ რამდენიმე თვე გავიდა იმის მერე რაც ეს ინციდენტი მოხდა და ძალიან დიდი დრო დავკარგე და იმედი მაქვს რომ რამე ძალიან სერიოზულში არ გადაზრდილი ვარ შეშინებული არ დაგიმალავთ ჩემი დეიდაშვილის ცოლს ვისაუბრე რომელიც სამედიცინო სფეროშია და კინაღამ თავი მომაგლიჯა რომ ანუ რასელოდები შვილო ასეთი ტკივილებით რასელოდები არ იყოს რაღაც ჩაგუბებული ან სისხლი ან რაღაცას არ აწვებოდეს ან ნერვს ან მოკლედ ბევრი იდეა შეიძლება ადამიანმა ან ცუძე არც მინდა ვიფიქრო ამ წამს ძალიან ცუძე არ მინდა ვიფიქრო თუმცა ფაქტია რომ მაქვს ეს ტკივილები ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველაფერი გადავდოთ და ხედო ამ საქმეს ეს დღეები არ იმიტომ რომ ესე უცებ ვერ ამ დღეებში ალბათ ორ შაბათს ხაზრი არ აქვს ორ შაბათს არა სამ შაბათს უნდა მივიდე ჩვენს გამგეობაში და დავწერო განცხადება რომ რაღაც ნაწილობრივი დაფინანსება მაინც მოხდეს იმიტომ თითქმის 500 ლარზე მეტი ალბათ დამჭირდება და რაღაცა გარკვეული თანხით მაინც მოხდეს დაფინანსება თუნდაც იყოს 200 ან რა ვიცი არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი თანხა ახლა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ესე უცებ 500 ხო 600 და ხო 400 არავის არ უდევს მე მგონი რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე არ და მე მგონი საშუალო ფენის წარმომადგენლებს არავის ხო და ამიტომაც ხო რა დროს ტელეფონი იყო გადამეღო და თავი დამეზღვია მაგრამ ეხა უკვე გვიანი ამაზე ფიქრი და იმაში რო არ დამეხაჯა რეალურად იმდენი რა თქმა უნდა არნაირი გამგეობა და არაფერი დამჭირდებოდა მაგრამ ახლა მოდი ვცდი გამგეობას რამდენი ლარით მოხდება დანარჩენს უკვე მეუღლე იმიტომ რომ მე ახლა არ ვმუშაობ და მოკლედ ჩემი მეუღლე და გამგეობა ერთად მივიყვანენ იქამდე ხო რეალურად 500-ზე მეტი არ ჩდება უბრალოდ მე დაძინებით ვიკეთებ გოგოებო ამ კვლევას იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი როგორ უნდა მივიყვანონ იქამდე რომ დამაძინონ მაინც აი რო ვიცი რომ იმ წამს მიკეთებენ რაღაცას რომ უნდა დავიძინო უკვე მშოკავს ეგ ამბავი და რო გამომეღვიძოს ეს ჩემი ძალიან ჭკვიდან აწიე ძალიან გთხოვთ ნუ იმას მიზავთ რომ ამ ხელა გოგო ხარ თუ რაღაც ხალხო თქვენ რო იცოდეთ მე რა ხარისხში მეშინია იმ რაღაცაში შესვლა დარწმუნებული ვარ მიხვდებით ჩემს მდგომარეობას რატოც ვიკავებდი აქამდე თავს იმ იმედით რომ გადამივლი და არ დამჭირდებოდა სხვა რა კატე 15 წუთშიც გაკეთდებოდა მაგრამ რადგან იმ კვლევას ვიკეთებ იმას ძალიან დიდი დრო უნდა და თქვენ იცით და ვერც კატეზე შევალ 15 წუთი კი 5 წუთი იყოს მე არ გავიკეთო დაძინებით გავხდეთ სუდად გამომიყვანონ მე კიდე თავიდან შემოვკლეთ ეგ არის ნუ არ არსებობს ამიტომაც ხა პირველი ეტაპი უნდა ვნახოთ ნერვოლოგი დაწეროს მიმართვა და მოკლედ მთელი ამბები ღმერთს ვთხოვ რომ ყველაფერი იყოს კარგად იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთი რამ არის რომ რაღაც არის ანუ მაგას ვერ გავექცევი ეხა სულ რო აი თავი ვიქნიო აქეთ რაღაც რო არის რაღაც პრობლემა აი აქ იქ მე დანამდვილებით ვიცი იმიტომ რომ მუდმივად მტკივა და მუდმივად ვგრძნობ რაღაცა მაწვება აი აქ აი ამ მონაკვეთში ხა ერთი წეს ხوار ვარ და ორის რო ვერ გავაცნობი რომ საიდან ხბერავს ქარი ამიტომაც უკვე დროს აღარ დავკარგავ იმიტომ რომ მე სამსახურში გავდივარ და მანამდე მინდა რომ გავერკვე რა მაქვს რა მტკივა და მივხედოთ ამას თუ რამე ისეთია ამის ფიქრი არ მინდა ცუდად ვხდის ძალიან მაგრამ
აზრი აღარ აქვს აღარაფრის გადადებას და დავკარგე ძალიან დიდი დრო რეალურად. ამიტომაც მოგვიწევს ამ გზის გავლა. ხო, დაზინებაზე დაახლოებით 100 ლარი ემატება. მაგრამ 200-იც რო დაემატოს, აუცილებლად დაზინებით უნდა გავიკეთო. იქ მე ჩემი ნებით რო ვერ შემიყვანე და ვერ შევალ, მაგას თქმა რა თქმა უნდა არ ჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი გზა და გამოსავალი, მეთქი რამე ისეთი ხო არ არის, რაც არ საჭიროებს იქ რო შევიდე და სხვანაირად გადავიღო და ესე და არ. ეგ არის ერთ-ერთი გზა, ხო და თუ ეგ არის ერთ-ერთი გზა, მე მაქვს ერთ-ერთი გზა დაძინება. სხვა გზა უბრალოდ ჩემთვის აღარ არსებობს ფიზიკურად. მახსოვს და ჩემი მოწევდა ჩავიდეთ ექიმთან რომ მტკიოდა და არ გავყევი მეთქი გადამოილოს უბრალოდ მივარტყი ვის არ მიურტყამს თავი თუ რაღაც თუ მე ეგრე არ არის. მიხურს თან ეს ადგილი, აშკარად ან ნერვს აწვება ან რაღაც, იმიტომ რომ ძალიან მალე ვხიზიანდები. ხა მკითხაობები რა თქმა უნდა არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად და რამე საშიში და დაგვიანებული არ აღმოჩნდეს, მეტი აღარაფერი აღარ მინდა. ხა მივწერე ჩემ ახლობას გამგეობასთან დაკავშირებით, მეთქი რა და როგორ გავაკეთო, იმ სტრუქტურაში მუშაობდა და 5 თვეზე ისე გამბავიდა, მეთქი დამაგეგმინე როგორ და რა გავაკეთო და რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, იმიტომ რომ მაშინაც ეგ დამეხმარა. ხო და სხვათა შორის საკმაოდ მალე იმაშვება ხოლმე გვარდება ეგ ამბავი რა თუ გირიცხავ რაც 10 დღის ვადაში თუ 1 კვირს არ მახსოვს ზუსტად იდეაში უფრო მე მგონი მეტი დროის გიწელავენ მაგრამ ბევრად ნაკლებ დროში გერიცხება რა არ მახსოვს 10 დღე თუ აი არ მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ რაღაც 1 კვირის თავზე თუ ეგრე ჩაირიცხა ნუ საკმაოდ მალე რა თქმა უნდა სრულად არ იყო ჩარიცხული მაგრამ ის რაღაცაც ხო გამოგადგა ხო ადამიანს და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა გამოვიყენებ. ასე რომ საკმაოდ ჭკვიანი მეგონა თავი. რატომღაც. აღმოჩნდა რომ ძალიან დაუდევარი ადამიანი ვარ, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობა ბოდიში ფეხებზე კიდია. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუმართლებელია ჩემი ქმედება, ამდენი ხანი ექიმთან არ მისვლა. ამ ხელა ტკივილების, თაბრუსხოვის, გაორების და ბევრი რამის მიუხედავად, რომ არ მივედი. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ახლა ყველანაირი შეღებისგან თავი შეიკავეო, იმიტომ რომ ისედაც ტკივილები მაგ და კიდეს ქიმია და ნუ მოკლედ დაანებეო თავი შეღებოსო. ჭაღარის პუდრი კი მაქვს და იმითაც მშვენივრად დავიფარავ. ხო და აბსოლუტურად იმაში იყავიო, ახლა არანაირი საღებავი თავზე და ასე შემდეგ. წავით საჭმელს გავაკეთებ ახლა. ცოტა ცუდად ვარ და არაფრის თავი აღარ მაქვს გადაღების ან რამის ცოტა მძიმედ არ გვქვის ამბავი რომელიც ისედაც ვიცოდი. ხო და წავედით პირველი ნაბიჯები გადავდგათ გამგეობასთან. დროებით